მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც ამჟამად სლოვანში ასპარეზობს, შესაძლოა თავის ძველ კლუბში ვიტესში დაბრუნდეს. როგორც ფუტბოლ ტრანსფერი წერს 38 წლის ქართველმცველს, სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება. თავისუფალი აგენტი ხდება და 2026 წლის ზაფხულში შესაძლებელია კვლავ ვიტესის რიგებში ვიხილოთ. გურამ კაშიას თამამად შეიძლება უწოდოთ ვიტესის სიმბოლო. ქართველი ფეხბურთელი არნემის გუნდში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა. ახლა ის ბრატისლავის სლოვანშია, თუმცა მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მომავალ ზაფხულში შესაძლოა ვიტესში დაბრუნდეს. წერს გამოცემა. შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ვიტესის შემადგენლობაში 2010-დან 2018 წლებში თამაშობდა. მან 293 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლოს ის გუნდის კაპიტანიც იყო. რაც შეეხება სლოვანს, გურამი ბრატისლავურ გუნდში 2021 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდიდან დღემდე მან სლოვანის მაისურით 171 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა. სენტ-ეტიენის მცველმა მაქსიმ ბერნომ რემსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გასულ ზაფხულში გუნდი საკმაოდ გაძლიერდა. გარდა ამისა, სტასინი და დავითაშვილი გუნდში დარჩნენ. რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ. გარდა ამისა, სტასინი და დავითაშვილი გუნდში დარჩნენ, რაც კლუბისთვის ბრწყინვალე ამბავია. ბევრი მესმოდა და ბევრი წავიკითხენ, რომ მათ გუნდიდან წასვლის ძლიერი სურვილი ჰქონდათ. შეგვიძლია მათ გავუგოთ, დიდებული წინადადებები ჰქონდათ, მაგრამ ხმაური არ აუტეხავთ. გუნდში დარჩნენ და მოტივირებულნი არიან. სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. თითოეულის მომავალი გარკვეულია. 24 წლის ქართველი შემტევი, რომელმაც გასულ სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა, სურვილის და წინადადებების ქონის მიუხედავად სენტ-ეტიენში დარჩა. კლუბმა არ გაუშვა. ამ სეზონში ქართველმა გარემარმა ლიგა 2-ის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, სექტემბრის სანაკრებო მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თურქეთს გაუტანა და ბულგარეთთან საგოლე პასი შეასრულა. 5 ტურის შემდეგ ლიგა 2-ში სენტ-ეტიენი 11 გოლით პირველ ადგილზეა. გუნდი მე-6 ტურში რემს ესტუმრება. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს შეუერთდა, მერსისაიდელთა რიგებში ოფიციალურ დებიუტს ამ დრომდე ელოდება. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, მამარდას მოედანზე მომდევნო კვირაში ვიხილავთ. რას წერს გამოცემა? როდესაც ლივერპულმა მამარდაშვილი შეიძინა, ამან გამოიწვია დებატები. უნდა დარჩეს თუ არა ალისონი წითლების პირველ ნომრად. ახლა სეზონში გუნდმა უკვე 5 მატჩი ჩაატარა და 5-ვე ბრაზილიელმა დაიწყო. უახლოეს ტურში ლივერპულს მერსისაიდული დერბი ელოდება, რომელშიც დიდი ალბათობით ისევ ალისონი ითამაშებს, ხოლო მამარდაშვილი სადებიუტო მატჩს ლიგის თასზე საუთემპტონის წინააღმდეგ ჩაატარებს. სათასო მატჩს ლივერპული 23 სექტემბერს საკუთარ კედლებში გამარტავს და არნე სლოტს შემადგენლობის როტაციის საშუალება მიეცემა. შეხვედრა თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლივერპულთან კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში გააფორმა. განვლილი სეზონი კი იჯარით ვალენსიაში ჩაატარა. ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ოსასუნას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაყო და სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ჟორჟი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა. პირველი ტაიმი ოსასუნას გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა ზეწოლა გადარდეს. 79 წუთზე კი ერთ-ერთ ჩატოდებას ქართველი თავდასხმელის თაური გოლი მოყვა. 86 წუთზე ყვითელი წყალქვეშა ნავი გეიმ დააწინაურა და მატჩის საბოლოო შედეგი 2-1 დააფიქსირა. მატჩის შემდგომ ვილიარეალის თავკაცმა მარსელინიო მისაუბრა და შეხვედრაც შეაფასა.
მიხარია, რთული მატჩი იყო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. გულშემატკივარს დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა წინაშე წარმატებული სერია დავასრულეთ და მოგების კურს დაუბრუნდით. პირველ ტაიმში თამაში ჭირდა, რადგან მეთოქე ყველანაირად თავს იცავდა და ბოლოს ჩვენი შეცდომით გოლის გავუშვით. თუმცა მეორე ნახევარში შეცვლები დავიწყეთ და ყველაფერი შეიცვალა. რა თქმა უნდა, მეთოქის ათკაციანობას დავეხმარა, მაგრამ ჯერა ჩვენ შეხვედრას ყველა ვარიანტში მოვიგებდით. მიუხედავად გამარჯვების აღსანიშნავია, რომ თამაში ძალიან ბევრი წუნი იყო. ამის გამოსასწორებლად კი დაუღალავად ვიშრომებთ. ვცდილობთ ყოველი თამაშიდან თამაშამდე გავიზარდოთ და ვფიქრობ გამოგდის კიდეც. ასევე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ მიქა უტადეს სადებიუტო გოლით. ის ნიჭიერი ბიჭია, რომელიც დიდი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. მიხარია, რომ ის გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ჟორჟი ჩვენი გუნდის ნაწილი ეტაპობრივად ხდება. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა მარსელინიოსა შეხვედრა თავად ქართულ მატჩში აფასა. ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და ამ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. რთული მატჩი გამოვიდა. მეთოქე მთელი ძალებით თავს იცავდა. ჩვენ კი მეორე ტაიმი ჩამორჩენით დავიწყეთ, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. თავარია მოვიგეთ. წაგებული მატჩები უკან მოვიტოვეთ და ცხრილში წინ წავიწიეთ. დღევანდელი დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რადგან ახლა პირველად გავიზიარე გოლის სიხარული ჩემს ახალსახლში. იმედი მაქვს ამ გზნობას კიდევ ბევრჯერ გამოვწდი. გუნდში ნელ-ნელა ადაპტაციის პერიოდი მთავრდება. ამისთვის კი კლუბის თითოეულ წევრს მადლობა მინდა გადაუხადო. ჩემ გოლზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ადგილი შევნიშნე, გავიხსენი, პასი მივიღე და გავიტანე. ეს საოცარი გზნობა და ემოციები იყო. ახლა ძალიან აღტაცებული ვარ. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, განსაკუთრებით კი ფანებს. შეგახსენებთ, რომ მიქა უტაძე ვილიარეალს ლიონიდან 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღეს მისთვის მესამე მატჩი იყო და როგორც უკვე მოგახსენეთ, სადებიუტო გოლიც გაიტანა. ბრიტანული ონლაინ გამოცემა Football Fancast-ი ნიუკასლის ქართულ ფეხბურთელზე ვახტანგ სალიაძე წერს, რომელიც კლუბს მიმდინარე წლის აგვისტოში შეუერთდა და პირველ ეტაპზე კაჭკაჭების 21 წლამდელებში იასპარეზებს. ნიუკასლის აქტიურობამ სატრანსფერო ბაზარზე აჩვენა, როგორია კლუბის ახალი მფლობელების ხედვა და რამხელა ინვესტიციების ჩადებას აპირებენ ისინი გუნდის მშენებლობაში. კლუბს ფორვარდის შეძენა სურდა, თუმცა სენტ ჯეიმს პარკზე ვერც liam delapis, ვერც უგო ეკიტიკეს და ვერც ბენჟამინ შეშკოს გადაბირება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სატრანსფერო დედლაინის დღეს კაჭკაჭებმა მიზანს მიაღწიეს და 69 მილიონ გირვანკა სტერლინგად გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ნიკ ვოლტემადე დაიმატეს. 23 წლის გერმანელ ფორვარდში, რომლის სიმაღლეც 1.98 სანტიმეტრია, ალბიონზე კლასიკურ ცხრიანს ხედავენ, თუმცა ამავდროულად ის საკმაოდ ტექნიკურია, ხოლო გასულ სეზონში გატანილი 12 გოლი მის ბომბარდირულ თვისებებზე მიანიშნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვოლტემადეს დამატებით მიუნხენის ბაიერნი იყო დაინტერესებული, თუმცა რეკორდმაისტერი და შტუტგარტი ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ედი ჰოუმ კი ვოლტემამდე დაარწმუნა, რომ მის კარიერაში მომდევნო ნაბიჯისთვის საუკეთესო არჩევანს სწორედ ნიუკასლი წარმოადგენს. ამავდროულად კაჭკაჭებმა პერსპექტივაზე სიზრუნეს და გაიფორმეს 18 წლის ვახტანგ სალია, რომელიც მომდევნო სეზონს 21 წლამდელთა გუნდში გაატარებს. მიუხედავად მისი არც თუ ისე სტამბერტავის სტატისტიკისა, სალიას რეალი, ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი და ბაიერნი აგვირდებოდნენ, ხოლო მანჩესტერ სიტი და არსენალი ტრანსფერზე მუშაობდნენ. თუმცა მათ ნიუკასლმა აჯობა და ქართულ შემტევთან 5 წლიანი კონტრაქტის გააფორმა. 800,000 ევროდ ნიუკასლმა დაიმატა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ნამდვილი სუპერვარსკვლავი გახდეს. კლუბი დააკვირდება მის განვითარებას და თუ ყველაზე სწორად წარიმართა, სალიას შეუძლია ვოლტემადესაც აჯობოს, წერს გამოცემა. ლამინი ამალის ზურგის ტრავმა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბარსელონას სამედიცინო შტაბი ელოდა. როგორც ჩანს, 18 წლის ფეხბურთელი უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბარსას გარისკვა არ სურს და ფეხბურთელს უახლოეს 2-3 მატჩი მოედანზე ვერ ვეხილავთ. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე PSG-ის წინააღმდეგ მატჩისთვის კეთდება, რომ გუნდის ლიდერი 1 ოქტომბრისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. ინფორმაცია ფაბრისიო რომანომაც დაადასტურა. ბარსა PSG-ს ლიგის ფაზის მეორე ტურში უმასპინძლებს. კატალონიელებმა პირველი ტურის მატჩი ნიუკასთან სენტ ჯეიმს პარკზე გამართეს. ამ მატჩში ლამინის თამაში ისედაც გამორიცხული იყო. ნიუკასლის გარდა იამალს კიდევ 3 შეხვედრის გამოტევება მოუწევს, რომელსაც ბლაუგრანა PSG-თან დაპირისპირებამდე გამართავს. შინ ხეტაფესთან, სრულად ოვიედოსთან და შინ რეალ სოსიედადთან.
მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეოს სამ ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.